ვის გიყვართ ჩემსავით მულტფილმი ალადინი, მე ძალიან მიყვარს. ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი მულტფილმი იყო ეგ. ალადინი იყო მულტფილმი, რომელიც არ მბეზდებოდა და შემეძლო ძალიან ბევრჯერ მენახა. მახსოვს, რომ ერთხელ იყო ესეთი სიტუაცია, რომ დედაჩემმა რაღაც კონფერენციაზე წამიყვანა, სულ პატარა ვიყავი და რამდენიმე დღე პარიზში ვიყავით და მეუბნებოდა, რომ წამოდი გავისეირნოთ, მაგრამ ვის სახლშიც გავჩერდით, იმას ჰქონდა კასეტაზე ალადინი ჩაწერილი და მე ვიჯექი პარიზში. 7-8 წლისა ვიყავი მაგ დროს. სულ ფეხებზე მეკიდა გარეთ გასვლა, რა თქმა უნდა და ვატრიალებდი ალადინს, რომ რაც შეიძლება მეტჯერ მენახა. მომნუსხველი იყო ჩემთვის ალადინი, აი რაღაცნაირად ძალიან მიყვარდა ეს მულტფილმი და თუ შენს გიყვარს ალადინი როგორც სიუჟეტი, ეხლა შემოგთავაზებ, ადრე მახსოვს კონკია გავარჩიე და ეხლა მინდა რომ ალადინი გავარჩიო. და საერთოდ ფიქრობ, რომ ზღაპრების, წიგნების თუ ნებისმიერი სხვა ხელოვნების ნიმუშის დანიშნულება მარტო ის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მე მის ინტერნეტმა ტრადიციულად დასაწყისში შემახსენა, რომ რაღაც არ ვიცი, უფრო მეტი უნდა გადავიხადო, ალბათ ეს არის მესიჯი, როდესაც ჭედავს. მე მიაქ ხოლმე როგორც წესი ლაივი. ამიტომ არ ვიწუზუნებ. ხო და ვუყურებდი ამ ალადინს და ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ალადინი, ეხლაც ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი მულტფილმი. ეხლა შემოგთავაზებთ ჩემი უკვე როგორც ფსიქოთერაპევტის და ფსიქოლოგიით ძალიან დაინტერესებული ადამიანის ხედვებს ამ მულტფილმის შესახებ. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ თუ გახსოვთ, მულტფილმი იმით იწყება, რომ ჯაფარი, ეს ბოროტი ვეზირი, ასე ვთქვათ, სულთნის ბოროტი ვეზირი ეძებს განძის გამოქვაბულს. სადღაცა უდაბნოში მივიწყებულ ადგილას არის განძი დამარხული. ეს იცის ჯაფარმა ინფორმაცია აქვს, იმიტომ რომ ჯაფარი ჯადოქარია, ჯადოსანია და ეძებს ამ გამოქვაბულს და რაღაცები, მოკლედ, დაშლილი რაღაცა ხოჭოს ოქროს ხოჭოს ჯადოსნური სხეულია, რომლის ნაწილებიც აქეთ-იქით არის გაფანტული, ერთი ნაწილი აქვს ჯაფარს და მეორე ნაწილი უნდა ეშოვა, ვერ შოულობდა და როგორც იქნა იშოვა. ჯერ ესეც ძალიან საინტერესოა, რომ გზა იმისათვის, რომ ჯაფარმა იპოვოს ეს საინტერესო გამოქვაბული, სიმბოლურად არის ორ ნაწილად დაშლილი ხოჭოს გამთლიანებით შესაძლებელი. იმიტომ რომ ეს ხოჭო რომ შეერთდება როგორც ერთი მთლიანი, ხო, დაფრინავს მერე და მიფრინავს გამოქვაბულისკენ და აჩვენებს გზას. ეს ძალიან საინტერესო დეტალია სიმბოლურად. ეხმიანება სხვათა შორის როგორც გეშტალტს, რომელიც ამბობს, რომ გამთლიანება არის, ასე ვთქვათ, სისხლსავსე ცხოვრების გზა. და ასევე გნოსტიკურ სახარებას, რომელსაც ეხლა ვეცნობი, იქაც არის, რომ ვინც ორი შეაერთოს მე ვარ მათ შორის, ასე ამბობს იესო, ხო? და საერთოდ ეს შინაგანი განხეთქილების გაერთიანება და რაღაც ერთ სხეულად ქცევა ადამიანისა, რომ მისი ფსიქიკა და ტანი აქეთ-იქით არ იწევდეს და იყოს ერთ ხაზზე, ხო? კარგი სიმბოლოა, მოკლედ ამისი ეს ხოჭა, რომ შეერთდება, მიფრინავს, მისდევს ჯაფარი ცხენით. და ასე იპოვიან ამ გამოქვაბულს. ეხლა რა ხდება? გამოქვაბულს აღმოაჩნდება ჯადოსნური უნარი, რომ ილაპარაკოს და რას ამბობს. როდესაც ჯაფარი იქ მიდის და ჯაფარს ეხლა რა თქმა უნდა განზრახვა აქვს, მეტი ძალაუფლება, მეტი ქონება ალბათ, მეტი გავლენა, მეტი ჯადოსნური უნარები და ასე შემდეგ. ეს არის მისი შთაგონება. ამის გამო ეძებს ამ გამოქვაბულს. ვინაიდან ჯაფარი არის შეშინებული ადამიანი. სადღაც შინაგანად ის შეშინებულია და უფრო და უფრო მეტი დაცვა უნდა რომ დაიყენოს და ჩვენ გვინახავს რომ ტირანები საერთოდ ჰიტლერი, სტალინი და ასე შემდეგ ისტორიულად ცნობილია რომ საკმაოდ შიშარა ადამიანები იყვნენ და ძალიან რო არის ადამიანი შინაგანად და უკვე არაცნობიერის იდის ლეველზეც რო შეშინებულია, იმდენად არა მეგობრულ გარემოში გაიზარდა ის ბავშვობაში, რომ ასეთი შიშის დროს აი ესე უკვე ფსიქოპათოლოგიურად სტალინის და ჰიტლერის და სხვა ტირანების შემთხვევაში იწყებს გარემოზე კონტროლის მოპოვებას, რომ როგორმე იქნებ დაიცვას თავი. და ჯაფარიც აი ამ შთაგონებით და ამ დრაივით ეძებს გამოქვაბულს, მაგრამ გამოქვაბული დაელაპარაკება და ეუბნება, რომ აქ მხოლოდ ერთი ადამიანი შემოვა. არსებობს აგრაბაში, არაბეთში, აგრაბა ქვია იმ ქალაქს მულტფილმის მიხედვით. ესე იგი ხელუხლებელი ალმასი.
ანუ ალმასი, რომელიც ჯერ ისევ არ არის გაპრიალებული და არ არის გამოკვეთილი ბრილიანტად. ხელუხლებელი ბუნებრივი ალმასი. და ის მხოლოდ ეს ალმასი შეძლებს რომ აქ ჩამოვიდეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გადასახედით, ჩემი ინტერპრეტაციით, რასაც ახლა აქ ხედავ არის, რომ ეს გამოქვაბული არის კარგი სიმბოლო ალადინის არაცნობიერის. და ალადინი იმიტომ არის ამ წუთში ქუჩაში, იმიტომ დაეხეტება. და იქ წვრილმან ქურდობას ეწევა და კი კეთილი ბიჭია, კი მოხერხებული ბიჭია, მაგრამ აბსოლუტურად არ არის რეალიზებული. იმიტომ რომ ის ჯერ არ ჩასულა საკუთარ არაცნობიერში და არ ჩაუღწევია რომ ლამპარი ეპოვა. რა არის ეს ლამპარი? ესეც საინტერესოა. იმიტომ რომ გზაზე ვიცით რომ ალადინი როდესაც ჩავა ამ გამოქვაბულში და იწყებს ლამპრის ძიებას, უამრავი ულამაზესი ნივთი აწყვია. ოქრო, ვერცხლი, აიცი ბრილიანტები, ალმასები, ლალი, არ ვიცი, თან აღმოსავლეთს ხო უყვარს ეს ბრწყინვალება და უყვარს სიმდიდრის ჩვენება, ხო, ინდოეთის პრინცია, მე ალადინი რაღაც მომენტში და ასე შემდეგ და ანუ ძალიან ესეთი სავსეა ეს გამოქვაბული ბრწყინვალე ბრჭყვიალა ნივთებით, რომელიც რეალურად არის სატყუარა. რომ ალადინი არ ჩავიდეს სიღრმეში და არ იპოვოს ლამპარი. და ეს სატყუარები თუ მას ხელი შეახო. ალადინმა გამოიწვევს, მე ვუყურებთ ჩვენ ამას, იმიტომ რომ ალადინს ყავს მაიმუნი, რომელიც დიდი ალბათობით თვითონ არის ისევ თავისი რომელიღაცა ნაწილი, რომელიც მას თლად არ უჯერებს და არ ემორჩილება. და აქედან გამომდინარე განხეთქილება რა კი არის მასში, თვითონ კი უნდა რომ ჩავიდეს და ეს ლამპარი აიღოს, მაგრამ გზაში უკან რო ამოდიან უკვე ლამპარს რო იპოვეს, წასცდება სული აბუს და აიღებს ერთ დიდ ბრილიანტს და გამოქვაბული იწყებს ნგრევას. ანუ ინფორმაცია რა მოხდება თუ ალადინი ცდუნდება და აიღებს რაღაც ამ მიმზიდველ ნივთებს ჩვენ გვაქვს. ეს არის რომ გამოქვაბული დაინგრევა. ქვიშაზე არის თან ნახეთ საუბარი, ქვიშაც იქვე არის. ესეც ისევ შემიძლია გაგივლოთ პარალელი, რომ ის რაც ქვიშაზეა აშენებული ადვილად ინგრევა და რაც კლდეზე ის არ ინგრევა ადვილად. და რაც შეეხება ამ ძვირფას ნივთებს, რომელსაც ალადინი შეხედავს და ნუ ცდუნება აქვს, მაგრამ ჩაივლის თავიდან კარგად, ჩააღწევს სიღრმეში, რომ აიღოს ლამპარი. ეს ნივთები დიდი ალბათობით არის ძალიან ბრწყინვალე, ლამაზი, ილუზორული აზრები და იდეები, შეგვიძლია ესე წარმოვიდგინოთ, რომ როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და ესე უნდა ცხოვრობდეს, ისე უნდა ცხოვრობდეს, ასეთი უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს და ლამაზია ეს, ნახე, მომხიბვლელია. სხვათა შორის იდეოლოგიას ალმასი თვითონ სახარებაშიც იესომ არაერთხელ შეადარა, რომ ის ადამიანები, ვინც მე მომყვებაო, მე შევადარე მას, ვინც მარგალიტი იპოვა ერთი და იმდენად კარგი იყო ეს მარგალიტი, რომ სხვა ყველაფერი გაყიდა და ეს აიღო და წაიღო. და ეს არის ჭკვიანი კაციო და არის ხალხი, ვისაც ძალიან ბევრი თვალმარგალიტი აქვს, მაგრამ იმ ერთი მარგალიტისთვის არ დათმობს ამ თვალმარგალიტს. როგორ გაავს ნახეთ, ხო? იქაც ერთია ეს ლამპარი და გზაზე უამრავი სატყუარა, ოქროულობა და სიმდიდრეა. და თუ იდეოლოგიად წარმოვიდგენთ ამას, მაშინ გამოდის, რომ გზაზე ლამაზი იდეების სამყარო მომხიბლავად გამოიყურება. რომ აი, რად გინდა ეს ლამპარი? აგერ ამხელა ალმასი და ბრილიანტი და ოქრო და ვერცხლი ან გამდიდრდები, ნახე. სხვათა შორის სიმდიდრეც საინტერესოა. მე შეგვიძლია მაგასაც შევეხო ლაივის დასასრულ, ხო? და ჩადის მოკეთ ეს ამოაქეს ლამპარი. ოღონდ არ იცის ლამპარი რა არის. თვითონ არ იცის. ეს ასევე ძალიან საინტერესოა სიმბოლურად, რომ ადამიანმა საკუთარი თავი არ იცის ხოლმე. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეხა ეს ლამპარი არის კავშირი საკუთარ იდთან, რომელშიც არის ძალიან დიდი ენერგია, რაც ძალიან გავს ჯინს. ენერგია, რომელიც აი ამოიფრქვევა და შეუძლია, რომ თაგადად გასნახე, როცა გაერთიანდება ადამიანი. ესეც ჩავესესხე ეხლა ისევ გნოსტიკურ და არაგნოსტიკურ სახარებებს და ჩავა ეს ალადინი, ამოაქვს ლამპარი, მოდის უკან და იქ მისივე რაღაც ნაწილი ვერ გაუძლებს რაღაცა ცდუნებას და რომელიღაც დიდ ალმასს მოკიდებს ხელს, ბრილიანტს, აბუ.
ანუ მისი რაღაც როგორ გითხრათ აი ის მხარე ალბათ რომელიც თან გამოსადეგია იმით რომ ქუჩაში რო ქურდობს და ქურდობა რო შეუძლია და ეს თავის გადარჩენა აბსოლუტურ ველურ გარემოში არა მეგობრულში აი ეს მოქნილობა არის ეს მაიმუნი დიდი ალბათობით სიმბოლურად და მოკლედ იწყება ნგრევა გამურბის ალადინი იქ მფრინავ ხალიჩას იპოვის გზაზე ეგეც საინტერესო სიმბოლოა რა არის ეს მფრინავი ხალიჩა ხო ხალიჩა არის აი მოხატულია დაფრინავს ემეგობრება მას მის გვერდით არის შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ და თვითონ ხალიჩა არის ის მე რითიც თავიდან თუ გახსოვთ მოხიბლავს ჯასმის შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ ეს მისი ანიმა არის ანუ ქალური მხარე რომელიც ეხმარება იმიტომ რომ ალადინი ბიჭია აბუგასაგებია მისი გაძრომა გამოძრომის და რაღაც მსუბუქი აფერისტობის უნარია როგორც მაიმუნი ალბათ სიმბოლურად თუ წარმოვიდგენთ რომ ლამპარი მისი არაცნობიერი ძალა არის ნუ მას ხალიჩა გამოდის რომ აი ნარნარა ესეთი ლამაზი და მოხატული ჭრელი არის მისი ქალური ბუნება და ამის საშუალებით მოკლედ მოისწრაფვის ამოსასვლელისკენ იქ ჯაფარი ელოდება ხო რომელსაც უნდა მხოლოდ და მხოლოდ ლამპარი სხვა არაფერი არ აინტერესებს ნახე ჯაფარს უნდა რომ აიღოს ენერგია იმისათვის რომ თები გადადგას იმისათვის რომ გააკონტროლოს სამყარო და ამიტომაც მას არ ეკუთვნის ნახე ეს ლამპარი ეს ალადინის ლამპარია მოდი თუ გინდათ ნიჭი დავარქვათ ალადინის ნიჭია ეს და ჯაფარი ალადინის ნიჭის კონტროლით ვერ ხვდება რომ სამყაროს ვერაფერს ვერ შეცვლის იქ მაგრამ მას ასე სჯერა და გონია რომ ეს თუ მიისაკუთრა და თავის ასე ვთქვათ ძალაუფლებაში მოიქცია ალადინის ლამპარი და შემთხვევით არ ქვია ნახეთ ალადინის ლამპარი ესე ქვია ყველგან ეს არ არის ლამპარი ან ჯადოსნური ლამპარი ან ჯინის ლამპარი არა ჩანს რომ ალადინის არის თავიდანვე ჩანს როცა გამოქვაბული ამბობს რომ ერთადერთი ადამიანისთვის გავიხსნები ეს არის ალადინი ანუ რაც თავისია იმას ვერ წაართმევს სხვა რა არ ხდება ეგ ბუნებაში ეს მისია მისი არაცნობიერის სამყაროა ხო და ამოსვლისას რომ გამორბის და ინგრევა მინდა გითხრათ რომ იდეოლოგიებს მოაქვთ ხოლმე ადამიანის შიგნით ნგრევა გარეთ ნგრევა ეს ბუნებრივი პროცესებია და სადღაცა შიგნითაც ძველი შინაარსების ასე ვთქვათ გადალაგება, გადაწყობა კრეატიულად კარგია, მაგრამ გრევა, რომელმაც შეიძლება თვითონ ადამიანი ჩაიყოლოს და ჩაფლას. ნახეთ, ბეწვზეა გადარჩენილი ალადინი, ხო? ფაქტიურად ჩაიმარხა თავის არაცნობიერში, ესე რომ წარმოვიდგინოთ, რის გამო მოხდა ეს? იმიტომ რომ ცდუნდა მაინც ამ ლამაზ იდეოლოგიაზე და შეიძლება ადამიანის შიგნით იდეოლოგიებმა, რაღაცა თავსმოხოულმა აზრებმა და ბრწყინვალე ილუზიებმა გამოიწვიოს ეს შინაგანი ნგრევა. საკმაოდ დესტრუქციული პროცესია. იმიტომ რომ შინაგან ძალიან დიდ შეხლა-შემოხლას იწვევს მესა და ავთენტურ მესა და რაღაც დასწავლილ კანონებს შორის და ძალიან დიდი რყევები იცის რა შინაგანად. ნუ ერთ-ერთი სიმპტომია, როდესაც ადამიანს ჭირდება მიხმარება ფსიქოთერაპიული. ხო და ნუ ჩაიმარხება ეს ალადინი და ისევ ამოაღწევს აქედან, იმიტომ რომ ნახეთ ეხა რა ხდება. ესეც სიმბოლურად. ლამპარი იქვე გდია, იმიტომ რომ აბუმ ისევ მისმა ამ ეშმაკმა ნაწილმა, რომელიც როგორც ყველა ადამიანის ნაწილი შეიძლება კონსტრუქციულად იქნას გამოყენებული ან დესტრუქციულად, როდესაც ცდუნდა ეს დესტრუქცია მოიტანა მან, მაგრამ ამასობაში ჯაფარს უკან მოპარა ლამპარი. ნახე? რა გამოდის, რომ რაღაცა სიტუაციებში ყველა ადამიანის ნაწილი არის კონსტრუქციული. მისი გამოყენება, ასე ვთქვათ, და ჰარმონიულად ჩასმა ადამიანის ფუნქციონირებაში შეიძლება და ასეც მოხდა. იმავე ნაწილმა ბჭყალებში, რომლითაც იღუპებოდა ალადინი, გადაარჩინა ის და ლამპარი ჩაიყოლა. ანუ კავშირი ვერ გაწყდა ლამპარსა და ალადინს შორის, თორე ჯაფარს რომ მოეპარა ლამპარი, ალბათ სხვა ამბავს ვიხილავდით. ხო და მოკლედ აბუმ ესე გადაარჩინა მისმა ასეთმა გამომძრომმა ნაწილმა ალადინი და ეხა ნახეთ რა ხდება. ალადინი სადღაცა გამოქვაბულის სიღრმეში გდია ძირს, გვერდით ეს ლამპარი გდია, რომელიც აზრზე არ არის რა არის, წარმოდგენა არ აქვს. ეს არის კლასიკა იმის, რომ ადამიანი საკუთარ ნიჭს და საკუთარ თავს რო არ იცნობს, იმიტომ რომ ჩვენმა კულტურამ იმ ლამაზი ალმასებით და სატყუარებით მოწყვიტა საკუთარ გამოქვაბულს და საკუთარ სიღრმეს და ამიტომაც
ამ სიღრმეში რა ნიჭია, როგორ ფუნქციონირებს, რა ხდება, როგორ ხდება, წარმოდგენა არა აქვს რა. და ნუ კაი, ხელში უჭირავს, მაგრამ აზზე არ არის რა, რაღაცა უშნო ლამპარია, ესე ხედავს. მინდა გითხრათ, რომ თერაპიის დროსაც ძალიან ხშირად ადამიანები თავის არაცნობიერში ოდნავ რო ჩაიხედებიან, ხო? თავიდან ესე არის აქ არაფერი, რაღაცა ცხოველური, რაღაცა ბნელი აი ესე ხედავენ, ნახე და იქაც როგორ არის, ამდენი ბრწყინვალებაა ირგვლივ და ეს ლამპარი რო შეხედავ, რაღაცა ის არის, აი უბრალო რაღაც ჟარგონით რო თქვა, ბანძი ლამპარია რა, დიდი არაფერი. აი ესე უყურეს, დევალვირებულია, ნახე, ესე იცის ადამიანმა საკუთარი ნიჭის მიმართ, რომ აი დიდი არაფერი რა ნიჭი მე მაქვს, კაი რა. თქვათ, კარგად მღერის და შეაქეხო და მოყვარული ვარ. ეგრევე დაადევალვირებს, რაც მისია მართლა. ხო და თან ახლა შედარებაც იქვე არ არის, ახლა ამ ალმასებთან და ამ ოქრო ვერცხლთან შედარებით, რას აგავს ეს საცოდავი ლამპარი, ვის რაში ჭირდებოდა ნეტა და აგდია იქ სადღაც რა. ნახე? საოცარი ადამიანი, ხო? და ეხლა რა ხდება? აი როგორ ხდება, რომ ალადინი ხდება ნელ-ნელა და აღმოაჩენს, რომ ლამპარში თურმე არის ჯინი. ხელს უსვავს, აი შემთხვევით უსვავს ხელს. ეს არის კონტაქტის არაჩვეულებრივი სიმბოლო. რომ ხო ჩავიდა აქ იმოგზაურა მთელი ის არის თავგადასავალი წარმოიდგინეთ ხო სადღაც გადაკარგულ უდაბნოში მიაკვლია ამ გამოქვაბულს და ჩავიდა და რა ვიცი იქ თავზე ჩამოემხო ეს გამოქვაბული და ჯაფარმა სასიკვდილოდ გაიმეტა ხო და სრულიად მარტო გამოუვალ ჩიხში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩიხში გდია მარტო ხო, სხვათაშორის ემოციას მაძლევს, იმიტომ რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი გამოფხიზლებას იწყებს ჩიხის დროს. აი ჩიხში რო ჩავარდება და ირგვლივ რო არსად გამოსავალი არ არის, როგორც ალადინის გამოქვაბულში. აი მერე იწყებს ის ცხელის ცეცებას, აქეთ-იქით, ინტუიციით და შეიძლება შეეხოს ლამპარს. კი, ამისი ძალიან დიდი ალბათობა არის, ზუსტად აქ არის გამოსავალი, ასე ვთქვათ. როდესაც ადამიანი თავს გრძნობს ჩიხში, ნიშნავს, რომ გამოფხიზლება დაწყებულა. იმიტომ რომ იქ მანამდე მიმავალი გზა, რა თქმა უნდა, ჩიხისკენ მიმავალი გზა იყო, მაგრამ სანამ გზა იყო, ალადინმა წინასწარ არ იცოდა ეხლა რომ იქ გამოქვაბული თავზე ჩამოემხობოდა, ხო? არ იცოდა ეს. როგორც შეეძლო ისე მოქმედებდა და ავთენტურად მოქმედებდა ის გულწრფელი იყო თავის თავთან რაც შეეძლო აკეთა. ის ალმასიც რომ მოიპარა მისმა მაიმუნმა, ესეც რა რესურსიც იყო, ის მოხდა, ხო და ჩამოემხო თავზე და არის ახლა ჩიხში. აბსოლუტური ჩიხი, ბნელა, გამოუვალი მდგომარეობაა და არის მარტო. ნუ იქ არის მისივე ნაწილები, რომელიც არის აბუ, როგორც გამძრომ-გამომძრომი არსება, რომელმაც დააკავშირა ის თავის არაცნობიერთან, ანუ ლამპართან. ვერ წაართვეს რა ეს ლამპარი, იმიტომ რომ აბუ შეგვიძლია ესე წარმოვიდგინოთ, რომ დაცვის მექანიზმი იყო. კი, დაცვის მექანიზმმა გამოიწვია, რომ ჩამოემხო თავზე ეს ქვიშაზე ნაგები გამოქვაბული. მაგრამ დაცვის მექანიზმი ისიც გამოიწვია, რომ ვერ ჩახსნეს ალადინი თავისი არაცნობიერისგან, ანუ ლამპრისგან. მაინც დაიცვა ის ისეთ დონეზე, რომ ლამპარი მისაწვდომი დარჩა. და იქვე არის ალადინის ნაწილი, ქალური ნაწილი, რომელიც იძლევა კრეატივს. ნახე, ჭრელია და ფრიალა დაფრინავს. ნახე, კრეატივი რა არის, ხო? ფრთებია ადამიანის ცხოვრებაში, რითიც შეგიძლია თელ სამყაროს შემოუფრინო. და ახალი სამყაროები წარმოიდგინო და შექმნა. ხო და ეს ძალები მასთან არიან. და ეხლა რა ხდება? შემთხვევით შეეხება ამ ხელის ფათურში და ვაივიშის ზახილში ლამპარს და უცებ ლამპრიდან ამოფრინდა ჯინი. ყოვლის შემძლე ჯინი, რომელსაც აქ ერთადერთი შეზღუდვა, რომ სამი სურვილი შეუძლია რომ აასრულოს. ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, ესე იგი მისი რესურსი არის ამოწურვადი, იქ და იმჟამად. რატო არის ამოწურვადი? იმიტომ რომ ის ლამპარშია გამოკეტილი. მას ადევს ბორკილები და ის ემონება თავიდან მეს, ანუ ალადინს. ანუ იდი თავიდან, როდესაც ადამიანი მას შეეხება და ენერგია წამოვა, ხო? და სხვათა შორის ბავშვები არიან იდთან არაჩვეულებრივად მოჭიდებულები და ძალიან დიდი ენერგია აქვთ. ოღონდ ისინი თვითონ კი არ ირჩევენ რა გააკეთონ, ან კი არ უსმენენ საკუთარ თავს. აი გარედან რასაც ავალებ, იმას გიკეთებენ იდეალურად. მაგრამ ეს ამოწურვადია.
აი მშობლის დავალებით რაღაცებს რო აკეთებენ, დიდი ენერგია აქვთ. და შეიძლება წარმატებას მიაღწიოს, შეიძლება რაღაც კარიერა აიწყოს და ასე შემდეგ, მაგრამ სულ სამ სურვილს აასრულებს ესეთ დროს ადამიანის ნიჭი. ეს ძალიან სიმბოლურად რო გითხრათ. რესურსი ამოწურვადია, იმიტომ რომ ის მონობაშია, ის არის ტყვეობაში. ტყვე ამ შემთხვევაში არის იმის, ვინც ის გახეხა და შეეხო და იგრძნო, ნახე, ნიჭი მაქვს აქ თუ რაღაცა უნარები, რესურსები და უკვე შევიგრძენე, ვეღარ დევალვირებ რა, გარედან კი ისე ჩანდა რომ რაღაცა ბანძი ლამპარი ეგდო აქ, მაგრამ რომ გავხეხე და შევეხე და კონტაქტში შევედი, ამოიფრქვა იქიდან ეს ჯინი. და მთელი თავისი დიდებულებით წარსთ გავუღოთ, ლიმიტი აქვს მხოლოდ 3 სურვილი. ხო და ნახეთ, ამით იწყება, რომ თავიდან კი მეგობრულად არის ალადინი განწყობილი მის მიმართ, ანუ საკუთარი რესურსების მიმართ, მაგრამ მაინც დომინირებს მათზე. და ადამიანმაც ასე იცის. საკუთარ თავს თავიდან ძალიან კაცრად ექცევა. რომ აი ეს უნდა ვქნა, ის უნდა ვქნა, ზარმაცი ვარ, ესეთი ვარ, ისეთი ვარ, აი იტყლაშუნებს რა რაღაცნაირად მათრახს, როდესაც რაიმე საქმეს წამოიწყებს და აი აწვება რა თავისივე ენერგიას. და სხვათა შორის ეს არის გადაწვისკენ და დეპრესიისკენ მიმავალი გზა. იმიტომ რომ რესურსი ამოწურვადია. სამ სურვილს აისრულებ და მერე მორჩა. ჩაგეხსნა ისევ ყველანაირი კავშირი შენს ლამპართან და შენს ჯინთან. ხო და ეხლა რა ხდება? აქედან გამომდინარე, ეს დომინირებს და ჯინი თავისუფალი არ არის და არის ტყვეობაში. მას შეიძლება რომ სხვა ბატონიც ყავდეს. როცა ტყვეა, ხან ერთი ბატონი ეყოლება, ხან მეორე ბატონი და კი ამოიყვანს გამოქვაბულიდან ალადინს, იმიტომ რომ სხვა ენერგიაა. ამოვიდა, კი. მაგრამ როდესაც ახლა უკვე ალადინი ნახე, გადადის ჯასმინის მოხიბლაზე. რატო? იმიტომ რომ მისი ასე ვთქვათ და საერთოდ ადამიანების სიცოცხლის სიღრმისეული არაცნობიერი საფუძველი არის გადარჩენა, გამრავლება და ასევე სამყაროს წინაშე ალბათ ჩვენება იმის, რომ ლამაზი ვარ. ამას ცხოველებიც კი აკეთებენ, ხო? ცხოველები, როდესაც გამრავლებას იწყებენ, თითქოს აი აჩვენებენ, რომ აი მე მეკუთვნის გამრავლება, აი მე ლამაზი ვარ და მე ჯანმრთელი ვარ, მე ძლიერი ვარ, სხვადასხვა პრანჭვა არსებობს. და ეს პრანჭვა ნახეთ როგორ დამაკნინებელი სიტყვა არა და რეალურად ეს სამყაროს ცეკვაა. ისევ აღმოსავლეთში რო წავიდე, კრიშნას ცეკვა არის და სამყაროსეული თამაშებია, ხო, რომ მარტო ის კი არა რომ გადავრჩე და გამრავლდე, თან ლამაზი ვარ, ახე? არ ვიცი ვის ვაჩვენებ ამას. ნუ კი სიყვარულის თუ შეწყვილების ობიექტს აჩვენებენ ცხოველები, რომ ლამაზი ვარო, მაგრამ სადღაცა ხო სამყაროშიც არის ეს, ანუ ეს სილამაზის როგორ გითხრათ, ინფორმაცია კოდირებული აშკარად, ხო? ხო და მოკლედ იწყებს ახლა ამ პრანჭვას და იქ რაღაც იმის პრინცია ინდოეთის და სპილოზეზის და იქ მოცეკვავები და მედუდუკეები და ვიღაცები მოსდევენ და ნახეთ აბუ გადაიქცა სპილოთ. ესეც საინტერესოა, ანუ ცხოველური ნაწილი ისევ გამოჩნდა რა. ახლა სხვა ფორმა იცვალა. იქიდან გამომდინარე რომ ენერგია ამაღლდა, სპილო გახდა რა. იქამდე მაიმუნი იყო. ხო და მოკეთ იწყებს ჟასმინის მოხიბლვას და როდესაც ჟასმინი უარობს და აბსოლუტურად უარზეა რა. და ისიც სხვათა შორის საინტერესო დეტალია, რომ ჟასმინმა ალადინი მანამდე შენიშნა, როდესაც ქალაქში შეხვდა. და მანამდე მოეწონა ის. ეგეც მნიშვნელოვანია. ანუ ჟასმინმა, როგორც საერთოდ ვეფხისტყაოს აშის და ძალიან ბევრგან, ქალი სანამ დადგება, მამაკაცი უკვე კაცად შედგება, იქამდე ხედავს ხოლმე პოტენციალს, შეუძლია ეს. და მთელი ცივილიზაცია ალბათ ამაზე დგას, რომ რაღაცა ფსონს ჩამოდის ქალი, რომ აი ეს განვითარდება და მერე იწყება ეს პრანჭვა ბჭყალებში, რომ აი ეს შემიძლია და რაღაცებს აკეთებენ ხოლმე კაცები და იმიტომაც იყო ძალიან დიდხანს, რომ ნუ ცივილიზაციის და ასე ვთქვათ კულტურის განვითარების კუთხით სულ ამბობენ დღემდე, რომ აბა ქალები სად იყვნენ. სად იყვნენ და ქალები დამკვეთები იყვნენ ამის. თავისთავად ესე ნაწილდებოდა. ეხლა შეცვლილია ეს ახალი ერაა, მაგრამ ეს არ არის დღეს ჩემი თემა. ხო და ნუ იწყებს პრანჭვას ისეს და მართლაც აი ამ ხალიჩით, ამ კრეატივით, ამ თავისი ქალური ნაწილით ნახასეთ მოიმხრობს ჟასმის, ნახე ეპატიშება, რომ გავისეირნოთო ხალიჩით, ფრინავი ხალიჩით. და მიყავს და სამყაროს აჩვენებს. აქაც საინტერესო ის არის, რომ როგორ გითხრა, ესეც ნაჩვენებია ალბათ, რომ ურთიერთობა არის ზრდა,
ანუ ურთიერთობის დროს ადამიანები ერთმანეთს და ერთად სამყაროს უფრო და უფრო იმეცნებენ, ათვალიერებენ, ეხებიან, მოგზაურობენ და ასე შემდეგ და ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა მიმდინარეობს. და თუ ურთიერთობამ შეზღუდვები, ჩაკეტვები, სახლში გამოკეტვები და ისინი გამოიწვია, ძალიან გავს იმ გამოქვაბულის მდგომარეობას, სადაც უბრალოდ ინგრევა ყველაფერი. აი ძალიან როგორ გითხრათ, სიმბოლურად არაჩვეულებრივი ეპიზოდია ეგეც. რომ მე შენ განახებ სამყაროს ეუბნება და ისიც მიყვება და ერთად ნახულობენ ამ სამყაროს და ბედნიერება ამაშია რომ როცა რაღაცას ნახულობ ან გაიგებ ან შეიგრძნობ გამზიარებელი რო ყავს ამის და უზიარებ ადამიანს რომ აი რა გესიამოვნა რა მოგიტანა სიხარული ან რა დაინახე ახალი და საინტერესო ხომ და ამ გაზიარებაში არის ძალიან დიდი ბედნიერება და ზუსტად ესეთი ურთიერთობა არის მან აღწერილი მაგრამ სამწუხაროდ ვინაიდან თქვი რომ ჯინი მონაა მისი მოპარვა შეიძლება და ჯაფარი ასე გააკეთებს და ეს ლამის ალადინის სიკვდილით მთავრდება. ძალიან ცოტა აკლდება რომ არ მოკვდეს. ანუ ჩაძირავენ ხო წყალში, მოაბავენ თოქს და ქვებს და გადააგდებენ უგონო მდგომარეობაში წყალში და იძირება იქ. ხო და აქ რა გადაარჩენს მას რომ რაღაცად მისი მეგობრები ისევ ამ ლამპარს მოიტანენ, ის ლამპარს გახეხავს ერთი მეორე და ისევ